გამარჯობა, ძალიან მოკლედ თბილისში მომხდარა ფაქტთან დაკავშირებით, აი ეს ამორტიზირებული შენობა რო ჩამოინგრა. რა იყო რამე ახალი მოხდა, ისეთი, რასაც არ უნდა ელოდე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, რამე განსხვავებული მოხდა ვაკის პარკში ანგელოზივით გოგონა რო დაიღუპა ამათ გაკეთებულ შადრევანზე, ბავშვი რო დაიღუპა, რამე განსხვავებული მოხდა უზარმაზარ ამოთხრილ თხრილში რო ჩაიხრჩნენ ბავშვები. რა ვიცი, მაშინ კალაძე იმას აბრალებდა იმ ბავშვებს, რომ იქ რატო შევიდნენ უსაფრთხოების წესი და არღვიეს. კიდე იმ ბავშვებს აბრალებდა იმ გათხრილ კანაოში რო ჩავარდნენ და ეხლაც ალბათ იმ ხალხს დააბრალებს იქ თავში რო დაეცათ აგურის თუ ბეტონის ფილები, რა ვიცი. ხო, სინათლით სავსე ქალაქში ესეთი რაღაცეები წესით არ უნდა ხდებოდეს. ოე! კალა! არმანის ნიფხავში გამოწყობილო ნაძირალა შენ. გამოდი და ეხლა უთხარი ამათ ახლობლებს, ნათესავებს, რომ ასე ქუჩაში რო გადის კაცი, თავში რო მოხვდება ზევიდან ამორტიზირებული შენობის ნაწილაკი, რაღაცა ბეტონის და მოკვდება, ეს თურმე რომ 10 ბრალია. დედა გვაჯერია ახლა ეს. მე კი არ მიკვირს ეს უბრალოდ ადამიანური ტრაგედიაა, პრობლემა და მოხდა უბედური შემთხვევა იტყვის ასე და დაუდგება იქ ნაცი რო ყავს შინაგან საქმეთა მინისტრად ეხლა დანიშნული. სანამ იმასაც დაასანქცირებენ, მანამდე ისიც იქნება ასე, მე რას მოიფიქრებენ არ ვიცი. ხო არა სერიოზული არის ეს ფაქტი რაც ხდება და ყოვლად მიუღებელი არის და ყოვლად დასაგმობის შემთხვევაა ჩვენ არ შეიძლება ამ ყველაფერს ასე მიუდგე კაცი ირონიულად, იმიტომ რომ ესენი დაღუპავენ მთელ ქვეყანას. არც ერთი ნიშანი არ იყო აი ამ შენობაზე, უბრალო ნიშანიც კი არ იყო, რომ შენობა არის ძველი, ამორტიზირებული და მგრევის საფრთხე რო არის, ხო? ამის ნიშანიც კი არის და იქ და ეს ხდება ყველაფერი ქალაქის ცენტრში, დედაქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე, სადაც ლეგალური და არალეგალური ვაჭრობის გამო იმხელა მოძრაობაა, ჯერ საერთოდ თბილისი გახდა საქართველო. იმხელა ზრდა არის დემოგრაფიის, მარტო იქ არიან ყველა ქართველები, არაქართველები, ყველა იქა. და მით უმეტეს იმ სავაჭრო მოედანზე იქ ვაგზლის მოედანი რასაც. და პასუხისმგებელი ამის კაცშვილი არ არის და კაცშვილი ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და გინდა კაცი მოუკვდარა და გინდა ისა რა ქვია, მიაკლავენ თხას და ისე დამთავრდა ყველაფერი რა. აბა იყოს ეს ყველაფერი ან ივონიშვილის შვილი იყოს, ან კალაძის შვილი იყოს, ან ვინმე ისეთი იყოს, ვინც მაგათ გულზე მოხდება. შენ ის მითხარი ამ ყველაფერს რა ეშველება თუ არა? გინდა 1 დაიჭირი, ახლა გინდა 10 დაიჭირი რა. პასუხისმგებლობას ვისაც გინდა იმას გადააბრალონ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ესენი ამით ვერ მოიხსნიან. ეგა ცუდი ისაა რომ აყვირდებიან და ავიწყდებათ, მე ყველაფერი დამთავრდება ყველაფერი და ესე კაცი კაცად მოკლული რჩება და მკვლელი არის დღევანდელი ქოცხული ხელისუფლება ამ უპასუხისმგებლობით.